უკრაინა ახლახან ჩაერთო ჰორმუზის სრუტის კრიზისის ცენტრში, ნაბიჯით, რომელიც ირანის გათვლებს ცვლის. ის, რაც თითქმის გამოუვალ ზეწოლად ჩანდა გემებზე, ნავთობზე, ამერიკულ ბაზებზე და ენერგეტიკულ მარშრუტებზე, ახლა მოულოდნელ პასუხს იღებს. უკრაინული ტექნოლოგია, რეალური ომის გამოცდილება და თავდაცვის ქსელი, რომელიც სწორედ იმ ტიპის საფრთხის წინააღმდეგაა შექმნილი, რომელსაც თეირანი ყველაზე ხშირად იყენებს. ამ პარასკევს 2026 წლის 24 აპრილს ეს მოძრაობა გაძლიერდა ვოლოდიმირ ზელენსკის საუდის არაბეთში ჩასვლით, მაშინ როცა კიევი დახმარებას სთავაზობს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღსადგენად. ახლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. მთავარი ფაქტი პირდაპირია. უკრაინა, ქვეყანა, რომელმაც წლები გაატარა ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი იყენებდა, ახლა ახლო აღმოსავლეთში ჩნდება და სპარსეთის ყურის რეგიონს ირანის ზეწოლისგან პრაქტიკულ დაცვას სთავაზობს. ეს დაცვა იწყება ცაში, დრონების საწინააღმდეგო სისტემებით და გრძელდება ზღვაში ნაღმებით დანაღმულ მარშრუტებზე გამოცდილებით, საზღვაო დრონებითა და ნაღმსაწინააღმდეგო გემებით. მიზანი პატარა არ არის. ჰორმუზი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სრუტეა, სადაც გიგანტური მოცულობის ნავთობი და გაზი გადის. როდესაც ირანი ამ მარშრუტს ემუქრება, ის მხოლოდ მეზობლებს არ ემუქრება. ის ენერგიის ფასს, გლობალურ ვაჭრობას და რამდენიმე ქვეყნის სტაბილურობას ერთდროულად ემუქრება. ირანი ყოველთვის ცდილობდა ჰორმუზის სრუტე ზეწოლის ბერკეტად ექცია. თეირანის ლოგიკა მარტივია. თუ რეჟიმი თავს მომწყვდეულად გრძნობს, ის ემუქრება გემებს, ნავთობის ტანკერებს, ამერიკულ ბაზებს და საზღვაო-სადაზღვაო კომპანიებს. საჭირო არ არის ყველაფერი დახურო, რომ ზიანი მიაყენო. საკმარისია შიში შექმნა. საკმარისია მინების, დრონების, სწრაფი ნავების ან ზუსტი დარტყმების შესაძლებლობის წამოჭრა. ასეთი გზნობიარე მარშრუტზე რისკი უკვე ხარჯად იქცევა. სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას უკრაინის ჩართვა. კიევმა კარგად იცის, რას ნიშნავს მასიური დრონული თავდასხმების მოგერიება. იცის, რას ნიშნავს იაფფასიან ტექნიკასთან გამკლავება, რომელიც ძვირადღირებულ თავდაცვას უტევს. იცის, რას ნიშნავს მოქმედება გამოფიტვის ომში, სადაც ხოველი წუთი მნიშვნელოვანია და სადაც პასუხი სწრაფი, იაფი და ზუსტი უნდა იყოს. ეს გამოცდილება უკრაინულ ქალაქებს გასცდა, შავ ზღვას გადაკვეთა და ახლა უკვე სპარსეთის ყურეში იწყებს გავრცელებას. ამ ახალი ბარიერის პირველი ნაწილი საუდის არაბეთში, პრინც სულთნის ავიაბაზაზე მდებარეობს. ეს ბაზა მნიშვნელოვანი წერტილია შეერთებული შტატების ოპერაციებისთვის ახლო აღმოსავლეთში. როიტერის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები გაგზავნეს ამერიკელი ძალების მოსამზადებლად SkyMap-ის გამოყენებაში. ეს არის ბრძანებისა და კონტროლის პლატფორმა, რომელიც შექმნილია დრონების გამოსავლენად. ტექნოლოგია გამოიყენება მას შემდეგ, რაც რეგიონში ირანული თავდასხმები მოხდა და თავად რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა უკრაინული გამოცდილება გამოიყენა მნიშვნელოვანი ბაზის დასაცავად ირანიდან მომდინარე საფრთხეებისგან. ეს დეტალი ჩვენ გარდატეხას აჩვენებს. 10 წლეულების განმავლობაში მსოფლიო აშშ-ს უყურებდა როგორც მთავარდამცველს სპარსეთის ყურის რეგიონში. ეხლა კრიზისის დროს ამერიკელი ჯარისკაცები გადიან ცურთნას იმ ძალასთან, რომელმაც პრაქტიკაში ისწავლა, როგორ ჩამოაგდოს იაფი გამუდმებული და საშიში დრონები. ეს სიმბოლური გაცვლა არ არის. ეს პირდაპირი პასუხია ომის ახალ ტიპზე. ირანი დაეყრდნო დრონების ჯგუფებს, დაბალფასიან თავდასხმებს და გაჯერებას. უკრაინა პასუხობს სენსორებით, მონაცემთა ინტეგრაციით, ხელოვნური ინტელექტით, დრონ გამანადგურებლებით და სწრაფი მართვით. ამ სისტემის ძალა იმაშია, თუ როგორ ამცირებს ის მოულოდნელობის ეფექტს. დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები ტრადიციული რადარებისგან დამალვას და გასროლას ახერხებენ. მათ შეუძლიათ რთული მარშრუტებით მიახლოვება. მათ შეუძლიათ ტალღებად გამოჩნდნენ, რათა თავდაცვა დააბნიონ. უკრაინული წინადადება გულისხმობს სენსორების განთავსებას, ინფორმაციის გადაკვეთას, ხმოვანი და ვიზუალური ნიმუშების ამოცნობას და საფრთხის სწრაფად ამოცნობას სარდლობის ცენტრისთვის. მტრის დრონი აღარ არის უბრალოდ დაკარგული წერტილი ცაში, ის უკვე ქსელის მიერ იკვეთება და კონტროლდება. ეს ქსელი ითვლის მარშრუტს, სიჩქარეს და სავარაუდო სამიზნეს. ამის შემდეგ თავდაცვას შეუძლია რეაგირება მანამდე, სანამ შეტევა განადგურებად იქცევა. ირანისთვის ეს უზარმაზარი პრობლემაა. თეირანის ძალა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ ის იყენებდა ხარვეზებს. იაფი დრონები, ნაღმები, ნავები და პროქსები უკეთ მუშაობს მაშინ, როცა მეორე მხარე რეაგირებას აგვიანებს. როდესაც პასუხი უფრო იაფი და სწრაფი ხდება, შანტაჟი ძალას კარგავს. უკრაინა მხოლოდ აღჭურვილობას არ ყიდის. ის გადარჩენის მეთოდს ექსპორტირებს.
მეთოდი, რომელიც ბომბარდირების ქვეშ შეიქმნა, საბრძოლო ველზე დაიხვეწა და გამოცდილია იარაღის წინააღმდეგ, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ირანის სტრატეგიასთან. გავრცელებული ცნობებიც მიუთითებს აკუსტიკური სენსორების ქსელს, როგორც ამ ცვლილების ნიზილს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენონ დიდი მოსასმენი ქსელი დრონების ძრავის ხმაზე დასაფიქსირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ძალიან დაბლა დაფრინავენ ტრადიციული რადარებისთვის. ეს ტექნოლოგია ეხმიანება რეალობას, რომელსაც უკრაინა კარგად იცნობს. შაჰედი მხოლოდ იარაღი არ არის, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ინსტრუმენტია. ის იაფად მოდის, ხმაურს ქმნის, აიძულებს განგაშებს, აცვეთს თავდაცვას და ცდილობს გზა გაუხსნას უფრო დიდ ზიანს. როდესაც ქსელი ახერხებს ასეთი ტიპის საფრთხის მოსმენას, იდენტიფიცირებას და თვალყურის დევნებას, ის თავდამსხმელს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ართმევს, მოულოდნელობის ეფექტს. ევროპული მოძრაობა ამ ხედვას ამყარებს. იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის 4-მდე გემი გაგზავნოს, მათ შორის 2 ნაღმსაწინააღმდეგო გემი საერთაშორისო მისიაში ჰორმუზის სრუტეში. იტალიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია განხორციელდება კოალიციის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან. მისია განიხილეს მას შემდეგ, რაც რეგიონში ნავიგაციაზე ზეწოლა გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ ნაღმების გაწმენდა და საზღვაო უსაფრთხოება საერთაშორისო პრიორიტეტად იქცა. ამ გარემოში უკრაინის ნაღმსაწინააღმდეგო ფლოტი მნიშვნელობას იძენს. უკრაინა მიიღო და დაიწყო ოპერირება ისეთი გემებით, როგორიცაა ჩერკასი, ჩერნიგივი, მარიუპოლი და მელიტოპოლი, ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერით. ასევე დაგეგმილია გაძლიერება ალკმარის კლასის ხომალდით, რომელიც ჰოლანდიიდან მოდის, რაც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გემები გამოფენისთვის არ არის. ისინი გამოიყენება წყალქვეშა საფრთხეების აღმოჩენისთვის, უსაფრთხო მარშრუტების მხარდასაჭერად და საზღვაო ბლოკადის ძალის შესამცირებლად. ეს ის ნაწილია, რომელიც ერთდროულად აწუხებს მოსკოვს და თეირანს. რუსეთმა სცადა ომის გამოყენება უკრაინის დასასუსტებლად. ირანმა მოსკოვს დრონების ტექნოლოგიით დახმარება გაუწია, მაგრამ მოულოდნელი შედეგი სხვა იყო. უკრაინამ ისწავლა სწორედ ამ საფრთხესთან ბრძოლა და ახლა იწყებს ამ გამოცდილების გაყიდვას ახლო აღმოსავლეთში. ის, რაც კიევის გასანადგურებლად იყო განკუთვნილი, საბოლოოდ დაეხმარა კიევს უფრო აგრესიული, ადაპტირებადი და დაფასებული თავდაცვის ინდუსტრიის შექმნაში. საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დადებული შეთანხმებები მიუთითებს რეგიონული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისკენ. ეს მხოლოდ აღჭურვილობის ყიდვა გაკიდვა არ არის. ეს არის ცურთნა, ერთობლივი წარმოება, ცოდნის გადაცემა, სისტემების ინტეგრაცია და თავდაცვის შექმნა რეალური საფრთხეებისთვის. Breaking Defense-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ გააფორმა თავდაცვის შეთანხმებები ყატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. შემდეგ ეს ნაბიჯი დაკავშირებულია სპარსეთეთის ყურის ქვეყნების ინტერესთან, ტექნოლოგიის მიმართ, რომელიც გამოცდილია ირანული დრონების წინააღმდეგ. ამიტომ ირანს არ შეუძლია ადვილად აღკვეთოს ეს ცვლილება. შეიძლება დაემუქროს, შეიძლება შეეცადოს დაშინებას, შეიძლება ტონს აუწიოს, მაგრამ ვერ წაშლის იმ გამოცდილებას, რომელიც უკრაინამ დააგროვა. ვერ ახერხებს შეაჩეროს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ტექნოლოგია იყიდონ. ვერ ახერხებს შეაჩეროს შეერთებული შტატები უკრაინული გადაწყვეტილებების გამოცდას. ვერ ახერხებს შეაჩეროს ევროპელები ჰორმუზისთვის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების განხილვას. და ვერ ახერხებს შეაჩეროს ის, რომ მისი საკუთარი დრონების სტრატეგია შეისწავლონ, დააკოპირონ და გაანეიტრალონ სწორედ ისინი, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა მისგან. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვისის საზოგადოებაში. ამით.